ქალის სამი განსხვავებული პორტრეტი, დიასახლისი, მეომარი და მონაზონი, სიმბოლური მონაცვლეობა სამი განსხვავებული მსხვერპლობისა, რომელიც საერთოდ კივირმა გააერთიანა. ფრონტისპირა ქალაქში ნაცნობ ადამიანებთან შეხვედრა სრულებით განსხვავებულ ემოციებს იწვევს. მოახლოვდა დღე მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისა. ქართული ეკლესია მუდამ ქმნიდა სხვადასხვა ეროვნებათა ერთიანობას. წყუმ აფხაზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა სამენაზე ახარა მრევლს ქრისტეს აღდგომის დღესასწაული. მოწინააღმდეგისათვის ნებისმიერი დიდი ტექნიკის გადაადგილება არ რჩება შეუმჩნეველი. ავტობუსი ჩვენი შემდგომი მგზავრობა შეუძლებელი ხდება. მეორე ბატალიონის მებრძოლთა უმრავლესობა პოზიციაზეა გასული. ჩვენი უსაფრთხოების მიზნით ვირჩევენ დავტოვოთ საჩუქრების შტაბში და უკან დავბრუნდეთ. მაინც არ გვარგავთ იმედს. ჯერ აღდგომის მადლისა. მე მგონია რომ ეხლა აღდგომაა და ესე იგი რაღაცაირად არიციან, მაგრამ ვერში დაგვიფარავს რა, რახან გადაწყდათ დავიდეთ. თქვენ ახლა ხო იქ ბეტონიანი სადაც. ერთ-ერთი შენაერთის მეთაურის თანხმობით გადაწყდა, რომ პოზიციაზე მხოლოდ მეუფე დანიელი წავა. რამოდენიმე დღის წინ აქ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. ჩვენ წინ ფრონტის მეორე მხარეს ეშერის ცნობილი ლაბორატორია. აღდგომის საჩუქრები, განსაკუთრებით წითელი კვერცხი, სიმბოლო მაცხოვრის სისხლით განწმენდილი პლანეტისა, მეუფეს ქადაგებასთან ერთად დიდხანს დაამახსოვრდებათ მებრძოლებს. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ბევრადზე ვიყავით, ბევრი მეომარი ნახე და ყველა ერთმანეთს ამბობს, ჩვენ აფხაზები ავდუთ, ჩვენ ავდუს თქვა ადამიანები, ჩვენ გვინდა ერთად ყოფნა, ჩვენ ერთად ცხოვრობდით და არაფერი სამტრო არ ქონდა, ჩვენ გძულს ომი, ჩვენ გძულს აი ეს გაუგებრობა და ჩვენ გძულს ის მოდურობა, რომელიც ადამიანებს გააჩნია. ჩვენ არავის არაფერს არ ვმართვით, მაგრამ აქ ჩვენსაც არავის არ დავანებთ. ჩვენ ღმერთმა მოგცა ეს მიწა, ღმერთმა ჩავაბარა და ღმერთმა დაგვევალა რომ დავიცვათ. მომთურისაგან და აი ჩვენ ამ საქმეს ვემსახურებით და ჩვენ ამას წირავს, ესე იგი არა მარტო ჩვენ ზალებს და არამედ ესე იგი ჩვენ სიცოცხლეს. მეომრებს თითქმის ყველგან ჩვენთან შეხვედრისას ერთი და იგივე კითხვა აწუხებდათ. ჩაედგება თუ არა მათ ცოდვად ომის დროს კაცის კვლავ. მეომარი ქრისტიანი, რომელიც სამშობლოს და მის სალოცავებს იცავს, ცხადად აღასრულებს ქრისტეს მცნებებს. უფრო ის ამისა, სიყვარული არავის აქვს, რათა სული თვისი დადვის მეგობართა თვისთათვის. წმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ხვდებით იოანე ოქრობირის საფლავის ადგილას. ბრევლმა თაყვანისცა სარკოფაგს, სადაც 31 წელი უხსნელად განისვენებდა ეკლესიის მნათობი იოანე ოქრობირი. სიმბოლურია ისიც, რომ დღეს 6000 გარეჯელ ბერთა წამების დღეა. ენით გამოუთქმელი საოცრებანი გრძელდება. სწორედ აქ, შორეულ პონტიუსში, გადასახლებაში მყოფ დევნილ იოანე ოქრობირს გამოეცხადა წმინდა მოწამე ვასილისკო და ანუგეშა. სასოსნო წარიგოთ ძმაო იოანე, ხვალიდან ჩვენ ერთად ვიქნებით. მსოფლიოს მდელთავარი უფლისწმინდა საიდუმლოს ეზიარა და სიტყვებით დიდება ღმერთს ყველაფრისათვის უფალს მიაბარა სული. საღვთო გადმოცემით, კომანის ეს სასწაულმოქმედი წყალი თვითწმინდა ვასილისკოს სვედრებითაა გაჩენილი. ხეზე მიკრულმა, ნაცემ ნაგვემმა ვასილისკომ უფალს შესთხოვა ერთი წვეთი წყალი მაინც ეპყურებინა მისთვის. მეხსეულად იხულა წყალმა რამოდენიმე ადგილას და შვება მოგვარა წამებულს. ჯალათებმა ლურსმიანი ფეხსაცმელი ჩააცვეს ვასილისკოს. მოწამის წმინდა სისხლი დღესაც ამჩნევია ქვებს. მათი პოვნა დიდ მადლად ითვლება. სოხუმში იმ გზით ბრუნდებით, რომლითაც ღამე ვიმგზავრეთ. იმედი გვაქვს, რომ უფალი კვლავ დაგვიფარავს. გზაზე ხიდთან მოწინააღმდეგის დამწვარი ტანკები ვიხილეთ. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ დღეს ამ მიწას განსასწრელი ეწვია. ვითარცა მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, აღსდგება დანგრეული სოფლები და ქალაქები, აღსდგება ომით გათანგული ხალხის ძალღუნა და ჯანმრთელობა. ვითარცა მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, აღსდგება კაცთა შორის ნდობა და სიყვარული.
აღსდგებიან ომის ქარცაცხში დაღუპულთა სულები, უხსნელი მარადიული და ნეტარი ცხოვრებისათვის, რომელიც არის საზღაური მათი მოწამეობისა.